იცოდით თუ არა, რომ საქართველოს უდიდესი პოეტის სიკვდილის სხვადასხვა ვერსიები არსებობს. 1959 წლის 17 მარტს გალაქტიონ ტაბიძე თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა. მაგრამ მართალია თუ არა ეს ვარაუდი. ათწლეულების განმავლობაში არსებობდა კიდევ ერთი ვერსია. ზოგი ფიქრობს, რომ გალაქტიონი თვითონ არ გადამხდარა და მისი სიკვდილი შესაძლოა საბჭოთა რეჟიმს უკავშირდებოდა. ამ ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულება დღემდე არ არსებობს. თუმცა ის კვლავ ისტორიკოსებისა და საზოგადოების განხილვის საგანია. ვინ იყო ადამიანი, რომლის ლექსებმა ქართული პოეზია სამუდამოდ შეცვალა? რატომ უწოდებდნენ მას პოეტების მეფეს? როგორ იმოქმედა საბჭოთა ეპოქამ მის ცხოვრებასა და ბედზე? და რატომ რჩება მისი გარდაცვალება ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ისტორიად ქართულ კულტურაში? გალაქტიონ ტაბიძის ცხოვრება იყო სავსე სიყვარულით, დიდებით, ტკივილითა და ტრაგედიით. მისი პოეზია დღესაც ცოცხლობს, ხოლო მისი სიკვდილის შესახებ კითხვები პასუხს ჯერ კიდევ ელოდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, გალაქტიონ ტაბიძის სიკვდილი მართლაც ტრაგიკული თვითმკვლელობა იყო თუ არსებობს საფუძველი იმ ვერსიისთვის, რომ ეს ისტორია უფრო რთული და დრამატულია? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ვრცლად წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.